სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. თვითმკვლელების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მეზობლების ინფორმაციით აჭმიტანილი ოჯახთან ერთად კახეთში ცხოვრობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მათივე მტკიცებით, დაკავებული დედაქალაქში შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა, მანამდე კი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი მისი მეუღლის საცხოვრებელს კითხულობდა. მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელკვალზე გახსნა, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული მამაკაცი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი ნივთმტკიცება დამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. კარებზე ზარი დამირეკა და კითხულობდა იას, მე არ მყავდა. ია ვინ არის? მეზობელი ჩვენი. სოსო ვარდიაშვილის მეუღლე დია. სოსო თვითონ ამბობდა, ყვიროდა სოსო, რომ ცოლს მტაცებდა და და მოვკალი და დავისვენებ. 30 წუთი დაიგვიანა სასწრაფო დახმარება, მავაწრიალეთ ყველაფერი და ეს პატრონი კი ცოცხალი იყო ბავშვი. იაო, თქვენთან არისო? ჩემთან არ არის ია, მე უთხარი. მოუხურე კარები და გავიდა. ვიც არ ვიცნობდი და ეს ჩემი კარის მეზობელია, სოსო. ესენი ფაქტიურად აქ არ ცხოვრობენ, სოფელში არიან ძირითადად და დღეს ჩამოვიდა ეს ბიჭი აქ სახს დავხედაო და წავალ. მკვლელობაში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დავაკავეთ. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.